სალმებით მე ვარ ნანი ბრეგვაძე მომღერალი და სიამოვნებით გაგცემთ პასუხს თქვენ კითხვებს. ძალიან საინტერესო ცხოვრება მქონდა, მართალი რო გითხრათ და ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი ცხოვრებით. იცით, საერთოდ ბავშვობა მქონდა შესანიშნავი, ლაღი, ეზოიანი, უწინ ყველას რაღაცა თავისი სადაც ცხოვრობდნენ, ეზო აუცილებლად იყო, მქონდათ. და დაბადების დღე არ მახსოვს, მაგრამ ნაძვისხის დღესასწაული მახსოვს ყოველთვის. ყოველთვის მქონდა არაჩვეულებრივი ნამდვილი ნაძვისხი თავისი საუკეთესო სათამაშოებით. და მიხდიდა დედაჩემი ყოველთვის ამ დღესასწაული იყო ჩემთვის დიდი. მე მგონია ვიყავი ძალიან დამჯერი, მაგრამ ცელქი. როგორც მე ვიცი და დედაჩემიდან მე დავიწყე 2 წლიდან სიმღერა, მღეროდი იმას, რასაც დედაჩემი მიმღეროდა ძილის წინ და სწორად მღეროდი. მერე მასწავლა სიმღერა ჩემმა ოჯახმა, იმიტომ რომ ყველა მღეროდა მთელი ჩემი დეიდები და ერთ-ერთი დეიდა იყო პროფესიონალი მომღერალი ქეთუნია მიქელაძე და მღეროდა კიდევაც და იქიდან ვიცოდი რომ ბევრი სიმღერა მათგან შევისწავლე. მასწავლი და მე მასწავლებელი სიმღერის არ მყოლია. ჩემი ოჯახი იყო ჩემი მასწავლებელი. მაგრამ მუსიკის მასწავლებელი დედაჩემმა რაღაც დაინახა რომ ვარ უფრო ნიჭი მუსიკის, ამიტომ შემიყვანა მუსიკაში სასწავლებელში საფორტეპიანო განყოფილებაზე. რა ინტერესები, ბავშვს რა ინტერესები თამაში. თამაშობდა და იცით რა, ჩემი ეზო იყო დიდი, ბევრი რუსიც ცხოვრობდა, სომეხიც, თუმცა ბრეგვაძეების ოჯახი იყო, ყველა ჩემი ბიძა და ბიძაშვილები, მამიდაშვილები ერთად ცხოვრობდით. გავდიოდით ქუჩაში და ვდგავდით სპექტაკლებს. მე მთავარ როლში ვიყავი, რატომღაც არ ვიცი, მზეთუნახავი ვიყავი მე. მზეთუნახავის როლში გამოვდიოდი. ეს ძალიან კარგად მახსოვს. ეს სპექტაკლები ჩვენი მოგონილი. ეს მერე მოხდა, მაგრამ მანამდე, როდესაც საქართველოს ტექნიკურ სასწავლებელში, უმაღლესში შეიქმნა თვითშემოქმედებითი ორკესტრი, რუსულად გეპეი ესე ერქვა. მე მიმიყვანეს, მომიწვიეს იქ და რამბავი ატყდა რომ მიცოდეთ ჩემს ოჯახში ბაბუა ჩემი და მთელი დეიდები და ჩემი უკვე მე მუსიკაზე დავდიოდი, მუსიკის პირველი კლასიდან და არა მე ხო გავიზარდე და არ გავიზარდე, ცოტა პატარა იყო ჩვენი ქალაქი თბილისი და ყველა ერთმანეთს იცნობდა და უთხრეს რომ არის ერთი ასეთი ჩემს თქვეს რომ ღერისო და მოვიყვანოთ ამ ჩვენ ორკესტრიო. და ეს ძალიან დიდი ისინი მქონდა, როგორ უნდა ვთქვა, წინააღმდეგობები შევხვდა და მაგრამ მე ამას ყურადღებას არ ვაქცევდი, იმიტომ რომ დედაჩემი მართავდა ჩემს ცხოვრებას და ჩემს აღზრდას და ჩემს ყველაფერს. მასწავლიდა რა კარგი იყო, რა ცუდი იყო, როგორც არის და ყველამ რო თქვა რომ არ გაუშვათ ბავშვის სირცხვილია რა დროს მისი სცენაზე გამოსვლა, აქ დედაჩემმა თქვა არავითარ შემთხვევაში არ დაგთანხმდებდით, ბავშვი წავიდეს და იმღეროსო. აი აქედან წავიდა დედაჩემის სულ ხელის შეწყობა, რომ მე უნდა მემღერა და მღეროდი. ოღონდ არასოდეს არ მიფიქრია რომ მე უნდა გამختارიყავი მომღერალი. იმიტომ რომ ისედაც მღეროდი, სულ სიმღერა იყო ჩემს სახლში, მთელი ახალგაზრდები და ჩემი დეიდაშვილები ყველა მღეროდით და არ უკვირს რომ საქართველოში ვინმე
მღერის. ეს არის საქართველო არის სიმღერის ქვეყანა და სიყვარულის ქვეყანა და ყოშღოზაში ასე იყო უცი. და ეხლა ითუმეტეს ყველა მღერის. ამიტომაც როდესაც მე დავიწყე სიმღერა არ იყო მაინც ჩემთვის ეს სპეციალობა. მე სერიოზულად მეცადინეობდი ფორტეპიანოზე და შესანიშნავი პედაგოგი მყავდა ჯერ სასწავლებელში, მერე ტექნიკუმში ნინა ვასილიევნა ბაგრატიონ-მესხი. ძალიან მკაცრი, მაგრამ ისეთი მომთხოვნი, მაგრამ ჩემზე ძალიან უყვარდი მე. და მე კარგად უკრავდი, ბავშვურად, კარგად მუსიკალურად, ტექნიკა არ მქონდა, მუსიკალურად უკრავდი. და მერე კონსერვატორიაში შევედი, ისე გადმაგრძე ფორტეპიანოზე, განათლების მიღება და მყავდა პროფესორი შესანიშნავი პიანისტი თვითონაც გაიანე მაჭუტაც. მამაჩემი იყო რაჭველი კაცი, რომელიც ზედაც გიჟდებოდი და ძალიან მიყვარს ყველა, ისეთი იცოდეთ, ყველა რაჭველი კაცები არიან საუკეთესო ოჯახის ადამიანები. და მამაჩემისგან იცით როგორ პატივს ვცემდი მე ჩემ დაუნებურად. მამაჩემის სიტყვა იყო ჩემთვის ყველაფერი, იმიტომ რომ მისი ხმამაღალი სიტყვა მე არ მახსოვს. ახალგაზრდობაში თეატრალური სტუდია ქონდა დამთავრებული და ძალიან კარგი შესახედავი იყო და ყველა ძველ ფილმებში მამაჩემი თამაშობს. ხო, არა მთავარ როლს არა, მაგრამ ერთ-ერთი სურათი იყო კინო, ზაპოროჟეცი დუნაის იქით, ესეთი მთავარ როლს და სურათებიც ჰქონდა, აღარ იყავდა და მეკარგა. ამიტომ მამაჩემის მიმართ ჰქონდა დიდი სიყვარული და პატივისცემა. აი მორიდებული სულ. და სულ გენაცვალე, აი მოფერება და დედაჩემი მკაცრი და სულ ასე მყავდი ხელში. მაგრამ დედა. ვინ გამზარდა, რასაკვირველია დედა, იმიტომ რომ მამა სულ მუშაობდა. მერე იყო ხე-ტყის რაღაცა ფაბრიკის დირექტორი, მაგრამ მერე არ დააწინაურდა პირიქით მოადგილდა, იმიტომ რომ არაფერს არ აკეთებდა ცუდს. ძალიან წესიერი იყო და ამიტომაც და დედაჩემს ეუბნებოდა, რა გინდა ხო კარგად ცხოვრობდა, წყნარად და დამანებეთ ამი დედაჩემს. როგორ დამავიწყდება ჩემი ბავშვობა? მე თქვენ კიდევ უკვე გითხარით, რომ ქუჩა ჩვენ მარტო ჩვენ სახლში ჩვენ ეზოს ჰქონდა ჭიშკარი. რო გამოხვიდოდი ამ ჭიშკრის კოტე-მესხის ქუჩა, ჩიხი. იმიტომ რომ ბოლო იყო 25 კოტე-მესხის 25 მანამდე ამოდიოდა და ისეთი ხალხი ცხოვრობდა და ისეთი რაღაცა საოცარი აურა იყო იმ ქუჩაში. ზევიდან ესე იგი კოტე-მესხი, მერე ვეძინის ქუჩა, აქეთ კიდე ჭავჭავაძეს ოპერის პირდაპირ ის არის ჭავჭავაძის ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩა. აი იქ და იქ კიდე საბავშვო ბაღში დავდიოდი. შესანიშნავი მოგონებები მაქვს და მთა იყო ძალიან ახლოს ჩვენ სახლთან. სუმთაზე ვიყავი ასული. და ყვავილებს და იმიტომაც სულ მიყვარდა და სადაც არ უნდა ვიყო, მე ბუნება ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს. იცით რა ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ამას არ ვაქცევდი მადამაინც ყურადღებას, იმიტომ რომ მე ხო მომღერალი არ ვიყავი ჩემი მასში, ჩემ თავში. და ასე მეგონა რომ ყველას იცით როდის აღვიქვი რომ მე ვარ უკვე მომღერალი, როდესაც უკვე რეგალები ჯერ ისიც რა ქვია დამსახურებული წოდება რომ არტისტებს რომელიც ძალიან გამიკვირდა და შემწყვა. მერე საქართველოსი
ორერას დროს უკვე საქართველოს სახალხო უკვე აქ ვეღარ არ მივიღე კი არა მივიღე უკვე რომ ალბათ რაღა მომღერალი ვარ უკვე და როგორ შეიძლება რომ და უკვე მე თვითონ დავიწყე სერიოზულად მივიღე ეს ჩემი როლი ასე თქვათ ცხოვრებაში რომ მე უნდა ვიმღერო მე ვარ კირჩხები და მიყვარს სახლი და მიყვარდა სახლის სულ არსად არ მინდოდა გასტროლები სულ ტიროდი მინდოდა სახლში მინდა რომ ჩემი სახლი სავსე იყო ჩემი მეგობრები ჩემი შვილი და შვილიშვილებით მერე და სულ მე მარტო გასტროლებზე თუ ისეთი კარგი პირობები იყო ბავშვები დამყავდა როგორ უვლიდი არ მახსოვს ალბათ უვლიდი კარგად ძალიან დედაჩემი ძალიან ენამოსრებული იყო და ყველა მიცის ხა ჩემ ახლობლებმა და ბავშვებზე დედაჩემი მეც ვიღლებოდი ძალიან და დედაჩემი მეუბნებოდა შვილიშვილთა შვილზე დედა ეკას რო ბავშვები მოყავს ისე მიხარია მაგრამ მიყავს რომ მიდიან უფრო მიხარიაო და ეს გამოვცადე მე ჩემზე აი ახლა ორერამ ძალიან დიდი ადგილი დაიკავა ჩემს ცხოვრებაში და ჩემს შემოქმედებაში ძალიან მანებივრებდნენ მათთან მე ძალიან ვიხვეწებოდი ნელ-ნელა იცით და ისეთი დამოკიდებულება იყო რომ ერთი ოჯახი იყო ნამდვილად მე ამდენ თერთ მე ჯერ ოთხნი იყვნენ მე მოემატარა რიცხვი ბიჭების და კაცები იყვნენ სულ და მე უკვე მე დავჭი მარტო და 11 ბიჭი და ისეთი სიახლოვე ქონდა ერთად რომ პირობები ძალიან ცუდი იყო ძალიან უწინ საშინელება დღემდე ვერ შევიყვარე მატარებელი იმიტომ რომ ისეთი საშინელი ჭუჭი იყო და ყველაფერი რომ არ მიყვას თვითმფრინავია ჩემი ყველაზე კარგი ტრანსპორტი და ნანისაც არ მეძახდნენ და მას ყოველთვის ვამაბრა შალიკო დამარქოს და შალიკო მოდი აქ გავიკეთე სადაც შემიკარიეს და მეც მე ვეუბნებოდი ავიცი ეს რაღაცა ნუ ერთად ვიყავი და შესანიშნავი პიროვნებები იყვნენ არაჩვეუდა 15 წელი ვიყავი მათთან მე არ მახსოვს რომ მე ვინმესთან ქონოდა რამე ისეთი დისკომფორტი ხელის გულზე მატარებდნენ ნამდვილად და გულიც დამწყდა რომ დაიშალა იმიტომ რომ რობერტი რომელიც იყო მე კიდე ამას წინათ ინტერვიუ მივეცი ორეროზე და რობერტი ბარძიმაშვილი ის იყო ნამდვილი ხო არიან გენიოსები ის თავის საქმეში იყო გენიოსი იმას არაფერი არ აინტერესებდა როგორ არა გადასარევი ოჯახი ჰქონდა არაჩვეულებრივი მეუღლე შვილი დედა მამა ძმა მისი არაფერი არ არსებობდა მისთვის პირველი იყო მისი საქმე ჩვენთან ერთად რომ ავტობუსში რომ ჩავჯდებოდით ყველა ერთად ვიყავით და ვლაპარაკობდით და ვიცინოდით ის მარტო იჯდა ვერ ხვდებოდით მერე კი მივხვდი მე ის სულ იყო ამის მერე რა პროგრამა გაეკეთებია რა იყო სულ ნუ არაჩვეულებრივი ხელმძღვანელი იყო ძალიან მკაცრი იცით რა არ ერეოდა ერთად რო ვიყავით არაფერი არ უნდოდა ის იყო ჩართული თავის საქმეში და კიდევაც ჩვენგან ყველაფერი წაიღო ამოიღო და მე მითხრე კიდევ მეთხარი რა დროს მიტოვება ორერასი
ნანი უკვე ამოვწურე მე თქვენგან შენ და ბუბა კი ბატონა ჩვენ მაინც მღეროდით ცალ-ცალკე მე მღეროდი უკვე გპ-დან მედეია ჯაფარი მედეია გოგლიაშვილი აი სად დავიწყე მე უფრო ძალიან სერიოზული დამოკიდებულება ჩემი ხელოვნებასთან, იმიტომ რომ ვდგავარ მარტო, მე და მე ორი ქალი, უშველებელი ძალიან დიდი მებზე გავავდიოდით დარბაზებში და ძალიან შეშფოთებული ვიყავი და დიდი პასუხისმგებლობა მქონდა, რომ აი როგორ ვდგავარ, რას ვაკეთებ შეურაცხყოფა ხელის საწავიღო მე სულ სწავლობდი როგორც სიმღერას რომ იცოდეთ თქვენ მე ისე როგორც სახში მღეროდი ისე ხარ უნდა იმღერო სცენაზე დგახარ რაღაცას აკეთებ და ძალიან ბევრჯერ უნდა იმუშავო არ უნდა გაჩერდე და წახვიდე წინ და არავითარ შემთხვევაში არ გაგიჟდე შენ თავზე ეს ძალიან ღუპავს ადამიანებს ვერ იზრდები. მე ვიყავი ჩემი თავის კრიტიკოსი, დიდი კრიტიკოსი, რომელსაც არ მომწონდა ის ჩანაწერები და დღესაც რომ ვისმენ ზოგჯერ ძალიან მწვენია. იმიტომ რომ ის იმ დროისთვის იჯდა ეს ჩემი სიტკბო და რაღაცა მელიზმები ის უმოვშალე რომ მოვისმინე და გავიდა დრო ის როგორ შეიძლება ისე იმღერო კიდე თუ არ იმუშავე და არ იქნები კრიტიკოსი შენი თავის მიმართ ხელი ჩააქნი იმაში აღმაშენების მოედანზე იქ ცხოვრობდი და მოვიდა ვაჟა და პეტრე გრუზინსკი ну დეჩი მიმწუჩივე ხა მივიღე და მე რასაკვირველია დავჯექი და მე თვითონ ვღეროდი მე ეკაც შემომიერთა რაღაცა და უცბად ვაჟა დაჯდა და დაიწყო ამის ეს ცოტა ქალაქურია და მე შემეძლო ესეთ ამ სტილში და სიმღერა და უცბად ავყევი ისეთი გაოგნებული შემომხედა შენ ესეთი ამ მანერით შეგიძლია სიმღერა მევთხარი რა ვიცი მიმღერა და პეტრე გრუზინსკი იქვე აი პირველი ფრაზა სიმღერა მთელი ჩემი ცხოვრება აი ნამდვილად თქვა ჩემზე ეს ძალიან სწორი ის იყო ჩემს მიმართ ნათქვამი რომ მართლა ჩემი ცხოვრება არის ჩემი სიმღერა მე როდესაც ცუდ გუნებაზე ვარ და კარგ გუნებაზედაც ვარ მე როიალთამსი ვარ და მღერი ყოველ დღე მღერი დღესაც მღერი ხმის ნასახი აღარ მაქვს მაგრამ რაღაცას მაინც ვაკეთებ ასე ვცხოვრობ დღემდე თუ რომელიმე სიმღერა გახდა ეს სიტყვას გავთქვა ხიდი ხო ხიდი ყველა სიმღერა თითქმის ეს იყო როგორ შეიძლება არ ვთქვა ბიძინა კვერნაძე რეზო ლაღიძე გოგი ცაბაძე აზარაშვილი გია ყანჩელი არა კიდე ძალიან ბევრი ნუნუ გაბუნია მარიკო ვალიაშვილი ფათაშორის ძალიან მახსენდა არჩილ კერესელიც ის ხო გენიოსი იყო და უსაყვარლესი ადამიანი არა მე ძალიან ბევრი ხა აღარ მახსენდება ეს კომპოზიტორების ბოდიშ მოვიხდი მათ წინაშე თუ ვერ მოვიხსენე მე სოსო გენიოსი სოსო ყეჭახმეძის სიმღერაც მაქვს ნამღერი გადასარევი სიმღერა ურთულესი და ვერ ვიმღერე სასცენო სიმღერა არ იყო იქ იყო ისეთი დატვირთვა და კაპელა და დიდი ორკესტრი რომ გაფუჭდებოდა კონცერტზე ეს სიმღერა როდესაც მატყუებენ აი ტყუს ვერ უძლებ ტყული არის ყველაზე საზღარი თვისება ადამიანის რო აღარ ენდობი აგერ იცი რომ ეს ესე იყო ეს გამოდის და გეუბნება სულ სხვას და
თვალებში რო გიყურებს, უნამუსოდ ეს მაგიჟებს პირდაპირ, არა, აი ესე და მახარებს ყველაფერი კარგი, ასე ვერ გამოვთო. ჩემი ქმარი რო გაცილებულები ვიყავით, გავიცილდებოდა რასო გასტროლებზე დავდიოდი, გაგიჟებული იყო და ერთ-ერთ იმაზე რა ქვია, მოხდა რაღაცა მის ცხოვრებაში არა სასიამოვნო რაღაცა და შეისწავლა იოგა და რაც მაგან დამიტოვა მე მემკვიდრეობით ეს არის იოგის მარტო მე კი არა მთელი ორერა ფეხზე თავზე იდგა და მაღლათი ფეხები ზევით იყო და იოგების და მეც ასე ვარჯიშობდი და ძალიან დიდი წინსვლა მქონდა ასე რა ქვია იოგებზე იმიტომ რომ სისხლი ადის თავში მე რომ ნელა ჩამოგაქ ფეხები ესე იგი ეს სისხლი მოქმედებს და მაგრდება ეს ისინი იოგები ხო უკვე ისეთი დიდი დროა გასული რომ მიჭირს ძალიან ბევრი საუკეთესო მუსიკოსებთან მქონია შეხვედრები მე კონცერტიც ერთად ჩვენ პირველად დიდ დიდი დარბაზში კონსერვატორიაში ელენე აბრასოვასთან ერთად გამოვედით და რომანსებს ღვეროდით ეს ისეთი უცნაური რაღაცა მოხდა რომ დაგვთა ნება მე მგონია მანანა დოიჯიშვილი იყო მომცა უფლება რომ მიკროფონით მემღერა და ის მიკროფონით ეს უდიდესი იცით რა ძალიან სამაყო ვიყავი ამაღი ვიყავი რომ აი ესე დიდებულ ოპერის მომღერალთან ერთად მისის მე როგორ ვიტყოდი ჩემზე გავბედავდი რომ მასთან ერთად მემღერა და კიდევ თუ ვინმე მიცის მე მაინც საბჭოთა კავშირის დროს მოხდა ხო ყველაფერი ჩემი ცხოვრება და ჩემი შემოქმედებითი ცხოვრება იყო უდიდესი პოეტესა ქალი ბელა ახმადულინა ძალიან დიდი ფურორი მოახდინა საქართველოში ფილარმონიაში ამ კონცერტმა ბელა ახმადულინა ლექსამობდა მე მღეროდი და მედეია რასაკვირველია აკომპანიმენტს ვიკეთებდა და მე და ბულატ ოგვუჭავა არ მღეროდა მაგრამ შიგადაშიგ მაგ შესანიშნავი სიმღერებია დაწერილი არ მღეროდა ოღონ რაღაცა მიყავდა კონცერტი მე მახსოვს როდესაც ისეთი საზოგადოება მოვიდა რომელიც საერთოდ არ დადიოდა ამისანე კონცერტებზე აი მაგალითად აი თქვა ვერიკო ანჩაფარიძე თამარა ციციშვილი ვინ იყო კიდე აი ბევრი მსახიობები რეჟისორები ფარაჯანოვი იყო და წამოვიდა იმაზე რა ქვია დარბაზში და ამოვიდა და შესანიშნავი მარავები მე და ბელას ბაჩუკა შესანიშნავი ულამაზესი ესეთი კონცერტები დასამახსოვრებელია რასაკვირველია მარგარიტ ტეჩერი ჩამოვიდა და მასთან მქონდა ახლა სიახლოვე როგორ შეიძლება ვთქვა მაგრამ იმღერა ეს დასამახსოვრებელი იყო მე იმდენად სულ ადრე ახალგაზრდობაში როდესაც ეკა შემეძინა ერთი წელიწადი არ მღეროდი და არ მუშაობდი იმიტომ რომ ეს იყო ჩემთვის რაღაცა საოცრება ძალიან დიდი სიხარული და სიყვარული და როდესაც დავიწყე სიარული აღმადგინე ჩემი გასტროლები ვერ გაუძელი იმიტომ რომ ბავშვთან მინდოდა ყოფილიყო მაგრამ დედა ჩემი ისეთი აქტიური იყო და ისეთი ბებიაც დედა ხო იყო და ბებიაც
არაჩვეულებრივი იყო, ამიტომ მე ძალიან წყნარად ვიყავი იმაში, რა ქვია, დედის როლში. მაგრამ როდესაც მქონდა საშუალება, ეკა დამყავდა გასტროლებზე აუცილებლად. და რო ჩამოვიდიოდი, დედაჩემი მეტყოდა, არ მანევრირებდა დედაჩემი მეუბნებოდა, ეხა ის ბავშვთან იყავი, რომ ბავშვს იგრძნოს, რომ დედა ყავს. მე მუსიკაზე დამყავდა, სულ ერთად ვიყავით, რაღაცნაირად, არ ვიყავი ის დედა, ვინც არ დადიოდა, მაგრამ მაინც ბავშვებთან ვიყავი, იმიტომ რომ მე რო უყურებდი, არ დავასახელებ სახელს რუსეთის იმაში. არც შვილები უნდათ და არც არაფერი არ უნდათ, მარტო გასტროლებზე დადიოდნენ. ძალიან გაკვირვებული ვიყავი, რა ქვია, შვილი ყავს, ატარე, თუ გაქვს საშუალება. და ბიჭები რო გახდნენ, აი გეფიცებით. ნამდვილად კარგი ბებია ვიყავ, ნამდვილად. მე ბიჭებს ორერას ვუთხარი, მე თავს დავავნებებ სიმღერას, თუ თქვენ მე ხელს არ შემიწყობ და 2 თვე უნდა მაჩუქოთ. ივლისი და აგვისტო, მე ბავშვებთან უნდა ვიყო და ასეც მოხდა. ყველაფერი დილიდან საღამომდე წყნეთში თავრობამ გამომიყო. სხვადასხვა მეც და სოფიკო ჭეურულს, ჩემს გვერდზე ქონდა აგარაკი. და აი იქ ბავშვებს უვლიდი. ძალიან სიამოვნებით ეს ძალით არ იყო. მე მახსოვს ჩემი გასტროლები მოსკოვში, ლენინგრადში, ორივე ბავშვები. იყო ეს ადამიანები, რომლებიც მეხმარებოდნენ ბავშვის ზოგჯერ. იმდენად დამყავდა ჩემ კონცერტებზე, რომ გოგიკო აღარ შემიძლია. პატარა იყო და მეთხარი წამოდი ახლა კიდე ეწოდა. არ მინდა, я тебя люблю, არ მინდა. ტირო და ისე ეზარებოდა უკვე ჩემი კონცერტებზე სიარული. ამიტომ მე ვერ ვიტყვი, რომ მე ვიყავი ცუდი ან დედა, მაგრამ ბებია. მაგრამ აი უფრო შვილთაშვილებთან ბიჭების ეს არც ერთი ჩემ ოჯახში არ იზრდებოდა. ისინი ყველანი ჩემთან იყვნენ, მაგრამ მათ თავიანთი ოჯახი ჰქონდა, დედა, რძლები იყვნენ. ამიტომ ასეთი მოვლის მომენტი არ ქონდა და არც ბავშვებს უნდოდა, ხო, არც ბავშვებს უნდოდა, მაგრამ როცა მოიზარდნენ, არაჩვეულებრივი ბავშვები არიან და გძნობ, რომ ძალიან დიდ პატივს სცემენ და უყვარვარ და ერთი ისეთი ბედნიერება, ხალხმა რა ბედნიერება, რომ ოჯახში არის სიწყნარე, სიმშვიდე, სიყვარული, კარგი ბავშვები არიან, არ გაწუხებენ, არ ცუდად არის, კარგი გაზრდილები არიან, სწავლობენ. აი ეს არის დიდი ბედნიერება. ჩემი ბედნიერება, რომ მიცოდეთ, რა საკვირველია, ჩემი საქმიანობა იყო, მაგრამ ჩემი ოჯახზე უკეთესი არაფერი არ არის ამ ქვეყანაში. და ამიტომაც მინდა, რომ ჩემი ქვეყანა დაწყნარდეს, დამშვიდდეს, ამდენი ბავშვების სიკვდილიანობაც და ყველაფერი კარგად იქნება. ოღონდ სიყვარული უნდა გიყვარდეთ ერთმანეთი, ამაზე უკეთესი არაფერი არ არის, რომ შენ გიყვარდეს შენი ხალხი, შენი ოჯახის წევრები და შენი ქვეყანა პირველ რიგში. ეს აუცილებელია. მაშინ ხარ ბედნიერი. მე მინდა, რომ ჩემი დამოკიდებულება გაიზიაროთ თქვენს მიმართ, მე მართლა დიდ პატივს გცემ. ძალიან მიყვარხარ და დიდი მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის, რომელიც ჩემთან აი ესე კარგად არის განწყობილი.